ჩემი გამოცდილების გაზიარება მინდა ამ ვიდეოში. Because ისეთი შთაგონებული ვარ, იმდენად სავსე ვარ შიგნიდან. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული ვართ ჩვენ. ვარ მე, არა როგორც ნანა, მაგრამ არამედ როგორც სული, როგორც სულიერება. სწორედ სულიერება სულია, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. და მაშინაც კი თუ გჯერა რომ ეს სხეული ვარ, მარტო არასდროს არ ვართ. ღმერთი, ვინც რაც სიყვარულია, ყოველთვის ჩვენთან არის და ყოველთვის გზას გვიჩვენებს და არაფერი არ არის, არაფერი ხდება შეცდომით. და სამყარო ის არ არის, რაც ჩვენ გვგონია. რაღაც სიღრმისეული ხდება სინამდვილეში, რასაც ჩვენი თვალით შეიძლება ვერ ვხედავთ და ჩვენი სმენით შეიძლება ვერ გვესმოდეს. სწორედ ამიტომ არის, რომ მნიშვნელოვანი ჩვენს გონებაზე ვარჯიში, ჩვენი გონების გასუფთავება, ჩვენი ფიქრების გასუფთავება, რომ დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში არის დასანახი და გასაგონი. რაც სინამდვილეში ხდება, იმიტომ რომ ზედაპირზე რაც ხდება, მოვლენები, ურთიერთობები, სინამდვილეში ეს მოვლენები მნიშვნელობა რამე მნიშვნელოვანს არ წარმოადგენენ. რაღაც სხვა ხდება, რაღაც სიყვარული, რაღაც ძალა არის ყველაფრის მიღმა, რაც გზას გვიჩვენებს, რომ გავიხსენოთ, რომ ვინ ვართ სინამდვილეში, რა მიზანი გვაქვს, რა მისიით ვართ აქ მოვლენილები. და ეს ძალა, ეს სიყვარული ზრუნავს ჩვენზე. თუ ჩვენს გონებას თუ გავხსნით და მართლა თუ შევაფასებთ რისთვის ვართ აქ, რა არის ჩვენი აქ ყოფნის მიზანი, მიზეზი და თუ გადავწყვეტთ, რომ გვინდა აქ ვიყოთ რაღაც მნიშვნელოვანი მისიით, რაღაც მნიშვნელოვანი მიზანს მივაღწიოთ, არა მიზანს წარმატების მიღწევა ან კარიერა, მაგრამ რაღაც უმაღლესი სულიერი მიზნის მიღწევა. თუ გადავწყვეტ, რომ სწორედ რაღაც მნიშვნელოვანი გვინდა გავაკეთოთ, რაც შეცვლის ყველაფერს, შეცვლის ჩვენს არსებას, შეცვლის როგორ ვფიქრობთ, როგორ ვგრძნობთ, როგორ ვუყურებთ ყველაფერს, როგორ ვუყურებთ ჩვენს თავს, როგორ ვუყურებთ სამყაროს. ეს იმდენად მნიშვნელოვანია ნათლად გავაცნობიეროთ ამ მიზნის სიძლიერე, რა მიზანი გაქვს ყველა სიტუაციაში, ყველა მომენტში, ყველა ურთიერთობაში, რა არის შენი მიზანი? არის შენი მიზანი სიყვარული, თუ არის შენი მიზანი შიში? არის შენი მიზანი, რომ სასწაული დაინახო, თუ არის შენი მიზანი, რომ შეცდომები დაინახო? ეს მიზანი, როგორც კი გადაწყვეტ არჩევანს გააკეთებ, რა მიზნით გინდა იყო აქ, რომ სიყვარულს ემსახურო, რაღაც უმაღლეს სულიერ მიზანს ემსახურო. დაინახა, რომ ეს სიყვარული რაღაც აბსტრაქტული არ არის, რაღაც მიუწვდომელი არ არის. სიყვარული აქ და ახლა არის. სიყვარული არ არის რაღაც
რაღაც მკვდარი, რაღაც აბსტრაქტული. ეს სიყვარული არის ცოცხალი ძალა, რომელიც გზას გვიჩვენებს, რომელიც გვეძახის. ძალიან ხშირად მქონდა შემთხვევა, როცა როგორც კი დაღამდებოდა ყველაფერი დამშვიდდებოდა, იმდენი ხმაური აღარ იყო. ყველაფერი დამშვიდდებოდა და ისეთ შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც ან ვიღაც მეძახოდა შიგნიდან, გარეთ. და წარმოუდგენა არ მქონდა ეს რა იყო. მაგრამ ეს ძახილი მოდის სიყვარულიდან, სიყვარული მუდმივად გვეძახის, რომ გაიხსენე ვინ ხარ, არ დაიჯერო, რომ რასაც ხედავ ეს სიმართლეა. გთხოვ, გონება გახსენი რაღაც უმაღლესისთვის, რაც მეტია, იმაზე მეტია, რასაც შენ ხედავ და რაც შენ გესმის. და როგორც კი ჩვენს მიზანს შევცვლით და გადავწყვეტ, რომ კი, რაღაც უმაღლეს მინდა რომ ვემსახურო და არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო, არ ვიცი ეს როგორ ხდება, არ ვიცი კონკრეტული ნაბიჯები, რისი გაკეთება შემიძლია, მაგრამ მინდა რომ რაღაც უმაღლეს ვემსახურო. მიხვდები, რომ სიყვარული შენთან არის, ეს სიყვარული წინ მიგიწვის. ან შენზე ზრუნავს ყველანაირად, საჭმელი, საკვები, ტანსაცმელი, ყველაფერი მოგეცემა. იესო ბიბლიაშიც კი ამბობს ამას. ყველაფერი მოგეცემა. ღმერთი ზრუნავს ფრინველებზე, ღმერთი ზრუნავს ცხოველებზე. მართლა გგონია, რომ ღმერთი შენზე არ იზრუნებს. თუ ის ზრუნავს ფრინველებზე, ცხოველებზე, ეს რა თქმა უნდა მეტაფორა არის, მაგრამ ჩემი გამოცდილება არის ის, რომ ეს სიმართლეა. თუ დავიმახსოვრებ რა არის ჩემი მიზანი, რომ მინდა რომ ამ სიყვარულს ვემსახურო და მინდა რომ ამ სიყვარულმა გზა გამიხსნას, ამ სიყვარულმა ეს სიყვარული გამიწვეს წინ, ამ სიყვარულმა მითხრას რა გავაკეთო, სადაც წავიდე, რა ვთქვა ყველა სიტუაციაში, კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ მოვიქცე, რა ვიფიქრო. თუ ამ სიყვარულს მივცემ საშუალებას, რომ გზა გამიწვეს, წინ გამიწვეს, გზა მიჩვენოს. მიხვდები, რომ ეს სიყვარული არა მარტო გზას მიჩვენებს, არამედ ყველაფერი, რაც მჭირდება, ამ სიყვარულის მიერ არის მოცემული. და სწორედ ეს არის ჩემი სურვილი, რომ მართლა ვიცოდე, მთელი ჩემი არსებით ვიცოდე, რომ სიყვარული ყოველთვის ზრუნავს ჩემზე. და მე და ჩემი მეგობარმა დავიწყეთ მოგზაურობა დაახლოებით 1 წლის, 2 წლინახევრის უკან. ყველგან ფულის გარეშე, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, ყველაფრის გარეშე, უბრალოდ დავიწყეთ მოგზაურობა. და ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო, რომ ღმერთზე გველაპარაკა და სიყვარულზე გველაპარაკა, სიყვარულის მესიჯი მიგვეცა ყველასთვის, ვისაც შევხვდებოდით და არ ვიცოდით, არ გვყავდა არანაირი ნაცნობები, არანაირი მეგობრები, სადაც წასვლა შეგვეძლო, უბრალოდ ვთქვით, რომ ღმერთს გვინდა რომ ვემსახუროთ და გვინდა რომ ღმერთი გაგვიწვეს წინ, ღმერთმა გვიჩვენოს გზა. და მუდმივად ვლოცულობდით, ღმერთო, სად გინდა რომ წავიდე, ვის გინდა რომ შევხვდე, ვის გინდა რომ დაველაპარაკო, მხოლოდ და მხოლოდ ამით. და ვიმოგზაურეთ 1 წლის განმავლობაში და შევხვდით იმდენ ადამიანს, მაგრამ ეს იმაზეც არ არის მნიშვნელოვანი არ არის ვის შეხვდები, რომ ადამიანებს ხვდები, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ღმერთმა დაგვანახა ის ყოველთვის ჩვენთან არის, სიყვარულმა დაგვანახა, რომ ის ყოველთვის ჩვენთან არის და წინ მიგვიწვის. და ეს რაღაც შინაგანი ინტუიციასავით არის, როცა გრძნობ, რომ აი აქ წადი, აი აქ დაილაპარაკე, აი აქ გააზიარე შენი აზრები, რასაც შენ შიგნიდან გრძნობ. ყველაფერი მოხდა ლოცვით და უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ის, რასაც ჩვენ ხედავდით. ყველაფერი მოგვეცა საჭმელი, სასმელი,
დასაძინებელი ადგილი, ყველაფერი გამონაკლისის გარეშე. თუ ფული გჭირდებოდა, ფული მოდიოდა. თუ რაღაც მიმართულება გჭირდებოდა, სადაც უნდა წავსულიყავით, მოდიოდა. ყველა და ყველაფერი გვაძლევდა ამ შეტყობინებას, ამ მესიჯს ღმერთისგან, აი აქ წადი, ეს გააკეთე, ეს გააკეთე, ეს გააკეთე. და შედეგი არის ისეთი სიყვარული, ისეთი სიღრმისეული სიყვარული, რაც არც კი წარმომედგინე, რომ შესაძლებელი იყო. და როცა თავდაპირველად ვთქვი, რომ აუცილებელია ჩვენი გონების გასუფთავება, ჩვენი გონების გათავისუფლება და ეს მოგზაურობაც რაც ერთი წელი და 2 თვე გაგრძელდა. ამ მოგზაურობის მიზეზი სწორედ ჩვენი გონების გასუფთავება იყო. ყველანაირი განსჯისგან გასუფთავება იყო, ყველგანი შეზღუდვებისგან გათავისუფლება იყო. რომ გვენახა, რომ ჩვენ რასაც ვფიქრობთ ამ სამყაროზე, სიმართლეს არ წარმოადგენს. დამანახე რა არის სიმართლე, დამანახე რა არის სიმართლე, დამანახე რომ შენ ყოველთვის ჩემთან ხარ, დამანახე რომ ყოველთვის წინ მიმიძღვი, დამანახე რომ ყოველთვის გზას მიჩვენებ, დამანახე რომ მხოლოდ სიყვარული არის სინამდვილე. მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზანი გქონდა. და მე ყველაფერი რაც გჭირდებოდა ფიზიკურად, ყველაფერი მოდიოდა, მაგრამ ფიზიკურად საჭმლის მიღება არ იყო ჩვენი მიზანი. ვიღაცასთან დალაპარაკება არ იყო ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ ღმერთთან ყოფნა. და დღეს ძალიან მინდა რომ ეს მესიჯი გავაზიარო. ეს არის ცხოვრების გზა, ეს არის ახალი გზა, ახლებურად ცხოვრების გზა არის. სულ არის სხვა გზა არის ცხოვრების ერთი გზა არის, რომ იმუშაო, იცხოვრო, ფული გამოიმუშაო, იდარდო ამ ყველაფერზე, ფიზიკურ რაღაცეებზე. და ეს არის მე რასაც ვაზიარებ ახლა არის ცხოვრების სხვა ახლებური გზა. როცა ცხოვრობ სიყვარულისთვის, სიყვარულის გაზიარებისთვის, სიმართლის აღმოჩენისთვის და ყველაფერი რაც გჭირდება ფიზიკურად თავისთვის მოდის შენთან. იმიტომ რომ სინამდვილეში ყველაფერს უნდა რომ დაგეხმაროს, რომ შენი მიზანი მიაღწიო. მაგრამ გააჩნია შენ რა მიზანი გაქვს. თუ გინდა რომ მუდმივად ვიღაცებს შეეჯიბრო, ვიღაცაზე უკეთესი იყო, მუდმივად განსაჯო, ყველაფერი დაგეხმარება რომ მაგ მიზანს მიაღწიო, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ტკივილს არ იგრძნობ. იმიტომ ყოველთვის როცა თითს ვიშვერ და განსჯით, ტკივილს ვგრძნობთ. არა იმიტომ რომ მართლები ვართ ჩვენს განსჯაში, მაგრამ არამედ იმიტომ რომ სიყვარულიდან არ მოვდივართ და თუ სიყვარულია ის რაც მე ვარ და განსჯი, რაც სიყვარულისთვის წარმოუდგენელია განსჯა. სიყვარულის საპირისპიროა განსჯა. თუ მე სიყვარული ვარ და მე განსჯი, როგორ შეიძლება ტკივილი არ ვიგრძნო? იმიტომ რომ იმას ვეწინააღმდეგები, რაც ჩემი არსია, რაც სინამდვილეში ვარ. და ჩვენი მიზანია რომ დავუბრუნდეთ იმას, რაც სინამდვილეში ვართ. თავდაპირველად ჩვენი ფიქრებით ვცვლით ჩვენს ფიქრებს და საშუალებას ვაძლევთ სიყვარულს, რომელიც აქ და ახლა არის და მზად არის რომ წინ გაგვიწყვეს. საშუალებას ვაძლევთ რომ გზა გვიჩვენოს, დამანახე ახლებური ცხოვრების გზა. დამანახე როგორ ვიფიქრო, მასწავლე, როგორ ვუყურო ამ სამყაროს, როგორ ვიფიქრო ამ სამყაროზე, არ ვიცი, მე ვცდები. ჩემი ერთადერთი გზა ამ სამყაროს შევხედო, ჩემი ერთადერთი საშუალება ამ სამყაროს შევხედო არის განსჯა. და რა მოხდება თუ ცდები, რა მოხდება თუ არ იცი რა არის ეს სამყარო. არ იცი სინამდვილეში რა ხდება, ყველანი ვცდილობთ რომ თავი მოვიჩვენოთ, რომ თითქოს რაღაც ვიცით, მაგრამ სინამდვილეში წარმოდგენა არ გვაქვს. და ეს ახლებური გზა არის, რომ სიყვარულს საშუალება, ღმერთს საშუალება მივცეთ, რომ გზა გვიჩვენოს. და ჩემს შემთხვევაში ეს მუშაობს, წარმატებულია ყოველთვის.
და სწორედ ამ შეტყობინების მესიჯის გაზიარება მინდოდა დღეს. სწორედ ამიტომ მან შინაგანად სავსე. ამიტომ სიყვარული მაჩვენებს კიდევ და კიდევ და კიდევ. that რომ სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ძალა, ერთადერთი ძალა ამ სამყაროში. რომ სიყვარული არის ერთადერთი რეალობა. კიდევ და კიდევ მაჩვენებს, რომ ის ერთადერთი რეალობაა და ყოველთვის ჩემთან არის და ყოველთვის წინ მიმიწვის. და სიყვარული მაჩვენებს, რომ მე ვარ სიყვარული. და არაფერი ამაზე უკეთესია ან ბედნიერების მომნიჭებელი. ეს არის ერთადერთი ბედნიერება, შიგნიდან ცხოვრება, ამ სიღრმიდან ცხოვრება, ამ სიყვარულიდან ცხოვრება.